აი ეს სიტყვები შეეხება მეგობრებო როგორც ერს ისე ბერს სასულიერო პირებს მარტო სახარება და რაღაცაზე თუ ქადაგებს დედა რა კარგად ქადაგებს მდელი ბიჭო წალეკა ქვეყანა უზნეობამ ბიჭო ლოგინი გაივსო შავი ფეხებით სახარება რო კარგად იცი გავიგეს მარა იქნება ისის თქვა კაცო რომ ცუდია ჩემ ლოგიში ამდენი შავი ფეხებიო ესეც რო თქვა არ შეიძლება აგრამ არა რო არც ერისბერი ეგრევარდ მაგრამ იცით რა არის ახლა ეს ფრაზა რო თქვი რას თქვი ახლა მე რატო არის ეს ფრაზა ამ ფრაზის თქვა წამგებიანი მართლა მთელი პასუხისმგებლობით სულ ცოტა შენიშნა თუ თქვი სასულიერო პირისადმი მოუწოდე მას მეტი აქტიურობისადმი იმდენი ორგანიზებული ძალები არსებობს ჩასაფრებული ძალები ჩვენს ქვეყანაში ისევე ქართულად მოლაპარაკენ რომ ამას იყენებენ არა თვითონ პიროვნების კრიტიკისთვის თქვა სასულიერო პირის კრიტიკის არამედ მთელი ეკლესიის ძირის გამოთხრისთვის ამას მერე უტევენ მთლიანად ეკლესიას და ეს არის აქ კიდე ორგანიზებული ძალები არის როდესაც რომლებიც ამას აკეთებენ და ყველაფერის ერთად ამას ეს შემთხვევით არა ამას ხელისუფლება კაცო ხელმძღვანელობს ერთ-ერთი კულტივირებას ვინც ახდენს ეს არის ხელისუფლება აი მაგალითად ბიჭო გავიგე რომ გინების კანონი რომ გავიგე ბიჭო აბა გინება კაია მოვა ოცნების და გეკითხებ აი მე ჩემი გინება კაია რო იგინებია ბიჭო აი რადონის ის არის აი გარეცხილი ამ კითხვას რომ მისვამს მე არა რო ცხოვრებაში არ შემიგინებია ბიჭო მე მისვამს აბა გინება კაია ბიჭო გინება თუ არ მოგწონს შენ დალოცვილო და გურსმელი ხარ და თუ კი შენ სიწმინდეების შეურაცხყოფა არ მოგწონს და გურსმელი ხარ ხელმოწერების შევაგროვეთ კონსერვატორებმა და კანონი გიდევს ბიჭო ობი წაეკიდა კანონს თაროზე მიიღე ბიჭო ის კანონი პარლამენტმა მიიღოს ეს კანონი და დამთავრდება პრობლემა სიწმინდეების შეურაცხყოფისთვის კანონი დასაჯე კაცო ეს ხალხი მე რო შემაგინება ამის გამო რომ იარმენიებ თქვა ორი კვირით დაებით და თან იმას გმირად აქცევ შენს ვითომ ლიბერალურ ფთას ვითომ მოწინააღმდეგეს რო ახსანაია და 12 ყავდა დაკავებული გმირად გამევიდა კაცო ტიპი წარმოედგინე სანაია ვახო სანაიას რო აგმირებ ქვეყანაში ხელოვნურად ელას ხო ხელოვნურად აკეთებენ ბიჭო მიიღეს კანონი რომ სიწმინდეების შეურაცხყოფისთვის ეს იყოს რაღაც აქვე საჟელი და ჩამოთვლილია იქ კაცო თუ რამე აკლია მუხს ჩაამატე გაასწორე კიგენაცვალე და მიიღე მაგ-კანონი აი არყვნილების პროპაგანდის კანონი რომ მიიღეს საწავიდა ეს გეიაღლუმის მოსურნეები ვინმე ითხოვს გეიაღლუმს ბიჭებო ხო აღარავის სურვილი სინამდვილეში გეიაღლუმის სურვილი არც არასოდეს ქონდია ვინმეს არც ერთ მამათმავალს არც ერთ რა ქვია ლესბოსელს არც ერთ ტრანსგენდერს არასდროს არ ქონია გეიაღლუმის სურვილი ჩატარება უბრალოდ დავაკვირდეთ აი ძალიან მარტივია რასაც მე ვამბობ მამათმას ვინ ჩამოთვალი ახლა მე ლესბოსელები არა ლესბოსელები მართლა ნებაყოფლობითია უბრალესობა ტრანსგენდერებისა და მამათმავლების 80% ახალგაზრდობის ბიჭობის დროს არასრულწლოვანობის დროს არის გაუპატიურებული სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ეს ხალხი არის ჩვენი ერის სირცხვილი იმ გაგებით კი არა ეგენი არიან ნეგეთები არა დანარჩენი საზოგადოების სირცხვილი და უღირსებობის გამო ბიჭები გაუპატიურეს ბიჭო და ბიტუ არიან ესენი მე მამათმავლები და ტრანსგენდერები გაუპატიურეს ეგენი და უმრავლესობა მათგანი უმრავლესობა უცხოელებს გაუპატიურებულია და ეს ხალხი ახ ასეთი ადამიანს გამოვიდეს ქუჩაში ტრანსპარანტებით
უბრალოდ დავფიქრდეთ, აი რაღაც ხო ქონია ჩვენ რაღაც ხო ვერ ყვებით ქუჩის წესებში და ადამიანების ფსიქოლოგიაში. არც ერთ მათგანს ტრანსპარენტებით გამოსვლის სურვილი არ გაუჩნდება. რუსთაველზე საცულების გამოფენის სურვილი არა აქვს არც ერთს. ხაში რატო ატარებდენო ვიღაცა იტყვის უვიცი ან თავს რო იშტერებს ისეთი. იმიტომ რომ ორგანიზაციები არის ოფიციალურად შექმნილი, შეყრილი ყავთ ამ ორგანიზაციებში, აფინანსებენ. როცა უბრძალებენ და სადაც უბრძალებენ, იქ გარეკავდნენ და გამორეკავდნენ, კაცო. მეტი კი არაფერი ხდებოდა. აიგზალა გარყვნილების პროპაგანდა და ამ გაჭირებულ ხალხს დაანებეს თავი. მეტი არაფერი მომხდარა. სურვილი აღარ აქვთ კი არა, უბრალოდ კანონით აიგზალა ამ გაჭირებული ხალხის იქითაკეთ სირბილი, არბენიონ იქითაკეთ. სინამდვილეში ეს მოხდა. იგივე მოხდება ახლაც. სიწმინდეების შეურაცხყოფის კანონი მიიღე. ვიღაცა ამას მიზან მიმართულად აკეთებს, ორგანიზებულად ხდება სიწმინდეების შეურაცხყოფა, კაცო. ეს რომ ვიღაც მიზან მიმართულად აკეთებს, დაფინანსებას ღებულობს ის, კაცო, დააკვირდით. რომელი ერთი მაგალითი შეიძლება იყოს, პრეზერვატირო თიცე გაიკეთა და რა ქვია იმას, ჯვარი გააკეთა. ეჯოშნიკი არ არის, შემოძმებოდა, შემომამებოდა, შემოძვირფასებო. ეჯოშნიკი ხუა, მაგაში ფულს ღებულობს. მაგი დირექტივები აქვს, მაგის დარიგებები აქვს, მაგ საზოგადოებას. უფრო მეტის კაცო, იმის დარიგება აქვს, ანუ იმის რჩევებს აძლევენ, რა უფრო მეტად ეფექტური იქნება, რომ გააკეთოს ეკლესიის სიწმინდის წინააღმდეგ. ხო და სავსე ერთავრობა იოშნიკებით. ეგენი არის მაკანონის მიღები. ესენი ხო საკუთარ თავსაც გააშიშვლებენ, როგორც კი მაგ ერთად წოდებული აგენტების კანონი რომ მიიღეს. ვისი სახელი წამოატივტივა საზოგადოება. პრემიერ-მინისტრის პარლამენტის თავმჯდომარის მაგათი სახელები წამოატივტივა, იმიტომ თვითონაც ენჯოშნიკები იყვნენ. ეგრეთ წამოტივტივდება მაგათი სახელები ეკლესიასთან ბრძოლის წინააღმდეგ კანონი რომ მიიღოთ. მაგათი სახელები წამოტივტივდება.